გადაცემა მომზადებულია სახელმწიფო გრანტის სააგენტოს საგრანტო პროექტის კიდევ ერთი ნაბიჯი ღირსეული სიბერისკენ დემენციის ეროვნული პროგრამის შექმნის ხელშეწყობისთვის ფარგლებში. გამოვიყვანოთ დემენცია ჩრდილიდან. მოგესალმებით. ეს ტელეკომპანია პულსია, მე კასანიკიძე გახლავართ და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს მე დიდია. დღევანდელი მაყურებელი ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემისთვის უნდა მოემზადოს, ვინაიდან ჩვენ დღეს ვისაუბრებთ არა მარტო კონკრეტული პიროვნების, ან ოჯახის, არამედ ფაქტობრივად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე, მეხსიერების პრობლემაზე. და სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ მოვიწვიეთ სტუმრად ძალიან მნიშვნელოვანი ამ დაავადების, ამ პრობლემის გაშუქებისათვის პირები, ჩვენი კოლეგები, ბატონი დავით გიგინეიშვილი, ნევროლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დიდი მადლობა მობრძანებისათვის და ქალბატონი ნინო ოკრიბელაშვილი, ჩვენი გადაცემის მეგობარი უკვე, ისიც ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ფსიქიატრი. მე მინდა ძალიან მოკლედ შევეხო იმ საკითხს, რომ საზოგადოებაში გარკვეული სტერეოტიპები არსებობს მეხსიერების დაქვეითებასთან ზოგადად, ის ასოცირდება უმეტესად სიბერესთან, ასაკის მატებასთან, დემენციასთან, ალცჰეიმერის დაავადებასთან და ესეთი გარკვეული წარმოდგენები არასრული არსებობს, ადრე სხვა ტერმინითაც მოვიხსენიებდით, ასე რომ იმის და მიხედვით თუ რა ასაკის, რა განათლების, რა ინფორმაციის მქონეა საზოგადოება, ძალიან აღრეული და არა სტანდარტული, ასე ვთქვათ, გაგება არსებობს. შესაბამისად, ჩვენი დღევანდელი გადაცემის მიზანი არის ვისაუბროთ დემენციაზე და მივახციოთ მისი ამოცნობის, დროული დიაგნოზირების და სწორი მკურნალობის მნიშვნელობაზე შევქმნათ გარკვეული საზოგადოებრივი აზრი და ერთგვარად ვცდილობ დღევანდელი გადაცემით გამოვიყვანოთ დემენცია ჩრდილიდან. სწორედ ამიტომ უპრიანი მგონია ვისაუბროთ თავიდან იმაზე თუ რა არის დემენცია და რითი განსხვავდება ის სხვა დაავადებებისაგან. დავიწყოთ თქვენგან ბატონო დავით. მადლობთ. დემენციის საუბრის დროს ეს ტერმინი ძალიან პოპულარული გახდა ბოლო დროს პრაქტიკულად. როგორც სამედიცინო წრეებში, ისე ზოგადად საზოგადოებაში, ისე ლიტერატურაში, ისე კინემატოგრაფში და ასე შემდეგ. თუმცა მან მიიღო უკვე რაღაცა ნეგატიური თავისი სახე, ისეთი რომ გარკვეულ შიშს ბადებს და ღვრის საზოგადოებაში. ვიფიქრებ, რომ დემენცია ფართო ტერმინია, მაგრამ ჩვენ მაინც ვისაუბროთ პირველად დემენციაზე ის, როდესაც უკვე უშუალოდ ვინი არის ჩართული ამაში. და ეს არის პროცესი, სადაც ხდება გარკვეული პიროვნების კოგნიტური, ესე იგი, მისი გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება, რომელიც არ აკმაყოფილებს და ვერ პასუხობს ჩვეულებრივი სტერეოტიპული მისი ყოველდღიური გამოწვევებს. აი, ასეთი შეფასების თვალსაზრისით ვფიქრობ, ადამიანებისთვის უფრო გაადვილდება მისი ამოცნობა, ვიდრე რაღაც სპეციფიკურ სამედიცინო ტერმინებით რო ვისაუბროთ ან რაღაც ტესტებზე. ეს პრობლემა ასაკდამოკიდებული არის და შესაბამისად გასაგები არის, რომ მეტწილად 65 წელს ასაკგადაცილებული პირები არიან იმ რისკის ქვეშ, რომ შეიძლება ეს პროცესი განვითარდეს. მისი გავრცელება სადღაცა უდრის 4-9% მოსახლეობის 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის. დიახ. ეს გააჩნია ქვეყნიდან, ახლა ვთქვათ, ბრიტანეთში არის 4 და 7 და სამხრეთ კორეაში კერძოდ ეს უკვე 8-9%-ს აღწევს მათი მონაცემებით. საქართველოს სტატისტიკაც ხომ არა გაქვთ შემთხვევით? არა, ჩვენ ქართული სტატისტიკა არ აქვს, იმიტომ რომ ამისთვის საჭიროა ფართომასშტაბიანი ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩატარდეს, რომელიც ჩვენთან ჩატარებული არ ყოფილა. არის ზოგადი მონაცემები, არის რაღაცა ესეთი ინტერპოლაციური კვლევა, რომელიც ჩვენს მიერაა ჩატარებული, ნიშნავს ჩვენ ავიღეთ სხვა მაჩვენებელი ქვეყნის, რომელიც ახლოსაა სოციო-ეკონომიურად ჩვენთან, ესაა ბოსნია-ჰერცეგოვინა და იმის მაჩვენებლით 45,000 მოსახლე უნდა იყოს ჩვენთან
თვითონ დაახლოებით გამოანგარიშებული. მაგრამ მეორე პრობლემა, რასაც ყველა აღნიშნავს, ის არის, რომ დიაგნოსტირებული პაციენტთა რაოდენობა იმ დალაგებულ ქვეყნებშიც კი არ აღწევს 50%-ს. შესაბამისად, თქვენ თვითონ განსაჯეთ, რამდენი არის არადიაგნოზირებული. ისინი აჭარბებენ იმას, ვინც დიაგნოზის ქვეშაა. და ინდოეთის მაჩვენებელი კიდევ უფრო, ესე ვთქვათ, შტამპეშტავი, მხოლოდ 20% ისინი აცხადებენ არის მოცული, ესე ვთქვათ, დიაგნოსტიკის ქვეშ და სამედიცინო სამსახურის ყურადღების ქვეშ. შესაბამისად, აისბერგის დიდი ნაწილი არის დამალული და საერთოდ არ ჩანს. ეს ლოგიკურად ბადებს კითხვას, სად გადის ზღვარი ჩვეულებრივ ასაკობრივ გულმავიწყობასა და დემენციას შორის? ეს ხომ არ არის მიზეზი იმისი, რომ ოჯახი და თვითონ ეს პიროვნებაც, რა თქმა უნდა, არ აქცევენ თავიდან ამას ყურადღებას. ანუ რა ნიშნებს უნდა მიაქციოს თავიდან ყურადღება ოჯახმა, რომ მიიტანოს ეჭვი, ხომ არ არის ეს დემენციის აწყისი ნიშნები და კონკრეტულად რომელ ექიმ სპეციალისტს უნდა მიმართოს ამ შემთხვევაში, ბატონო დავით? ეს პრობლემა გამოცნობის სავარაუდოდ რთული იმიტომ არის, რომ ისტორიულად ჩამოყალიბდა წარმოდგენა, რაც ერთგვარად სწორია, რომ ასაკთან ერთად ჩვენ გარკვეულად ნაკლებად მოქნილები ხდებით და ვიცვითებით და ეს ცვეთა ეკუთვნის არა მხოლოდ კანს, ჩვენ იერს, ვთქვათ, იქ ძვლოვან სისტემას, არამედ თვინსაც და მის ნაწილს და ამ მოდით ასე ვთქვათ, სპექტრში განიხილება როგორც ჩანს ის პრობლემაც, რაც დემენცია, რის გამოც ოჯახის წევრი ფიქრობს, რომ ეს ჩვეულებრივი ასაკობრივი დეგრადაცია არის ოჯახის წევრის და მოდი ახლა ამის გულისთვის როგორ შეიძლება შევაწუხო ვინმე. ეს ერთი და მეორეა კიდევ ვფიქრობ ეს რომ არის რაღაცა თავმოყრობის საკითხი, როდესაც პიროვნება კარგავს მის სოციალურ სახეს, გარკვეული თავდაცვის მიზნით ადამიანი ცდილობს ოჯახი დამალოს ეს და არ გამოაჩინოს გარეთ. ზღვარი არის მაშინ, როდესაც ასეთი ცდომის დროს მისი მოვალეობების ელემენტარული შესრულების გარკვეულად მეტწილად გამოკვეთილი დაქვეითება ხდება. კერძოდ, მარტივი მაგალითი არის. ჩვენ შეიძლება დაგვაუწყდეს ნივთი სად დავდეთ. მაგრამ დღის ბოლოს ან მეორე დღეს გავიხსენოთ. ეს არაა დემენცია. მაგრამ თუ კი ჩვენ დავდეთ ნივთი, მაგრამ ვერაზუს ვერ გავიხსენეთ და მით უმეტეს ოჯახის წევრები ეძებენ გამწარებული და არავინ არ იცის სად არის და ასე გაგრძელდა ერთი კვირა, ეს შეიძლება სხვა ნიშნებთან ერთად უკვე მეც ნიშნავდეს, ვიდრე ჩვეულებრივი სიბერე. აიко ჩვენ საინტერესო თემას შევეხეთ, ანუ რა ნიშნებით შეიძლება თავიდან ამოვიცნოთ და აქვე ჩაგეკითხებით, ეს ერთია, რაც შეიძლება ოჯახის წევრებმა შეამჩნიონ და ასე ვთქვათ, იყოს ეს გამაფრთხილებელი მათთვის, რომ მიმართონ შესაბამის დახმარებისათვის შესაბამის სპეციალისტს, მაგრამ თუ სპეციალისტამდე მოვიდა, აი უკვე დიაგნოსტიკის რომელი ტესტებია, მნიშვნელოვნად რომ აქაც ხალხში გარკვეული სტერეოტიპებია, ხო, გავრცელებული სოციალურ ქსელებში ხდება რაღაც მეხსიერების ტესტები და ასე შემდეგ. ფილმებშია ეს ხშირად აღწერილი, ხო, როდესაც აკეთებინებენ ტესტებს და ძალაუნებურად საზოგადოებაში გარკვეული ყალიბდება წარმოდგენა დიაგნოსტიკის მეთოდების შესახებ. სინამდვილეში დემენციის დიაგნოსტიკის ესეთი ძირითადი ტესტები რომლებია? ტესტები მაინც გავა მეხსიერებაზე პირველ რიგში, მაგრამ გამოკიდებული არის ჩივილზე, იმიტომ რომ შეიძლება ეს ცილდებოდეს მხოლოდ მეხსიერებას. ერთ-ერთი ქვეტიპი, ყველაზე პოპულარული 60% არის ალცგაიმერის. იმ 60%-ში სადღაცა 80 თვითონ ალცგაიმერის არის ტიპური მეხსიერების, მაგრამ არის სხვა სახეობა დემენციების და არის სხვა ალცგაიმერი, სადაც მეხსიერება არ არის წამყვანი სიმპტომი. და იქ შეიძლება იყოს სხვა რამე, ეს ყურადღება, ეს არის ინტელექტუალური აზროვნების სისტემა, ეს არის აგრესია, ქცევა, დეპრესია, ჰალუცინაციებიც და ასე შემდეგ. ანუ შეიძლება ძალიან ცოტა განსხვავებული ფორმა იყოს, რომელიც არც ოჯახის წევრს, არც შეიძლება პირველად ექიმს, ვისთანაც მივიდეს, ამაზე ეჭვი არ ქონდეს, მაგრამ მე ძალაუნებრივად კვლევის შედეგად შეიძლება მივიღოთ ეს ფაქტი.
ძალიან საინტერესო კახიდი გამიკეთეთ იმისთვის, რომ ალბათო ნინოსთან გადავიდე უკვე შეკითხვით, იმიტომ რომ ზემოთ ნახსენები ახლა ეს ჩივილები უშუალოდ უკვე ფსიქიატრიულ სფეროს უკავშირდება და მე უბრალოდ მინდა გკითხოთ, აი ეს ქცევითი ის ფსიქიკური გარკვეული ნიშნები, რომელიც შეიძლება გამომჟღავდეს, რა შემთხვევაში ხდება გარკვეულწილად წამყვანი, ან როდის შეიძლება და რატო ხდება საერთოდ, რომ დემენციის მქონე ადამიანი ავლენს აი ამ ფსიქიკური დაზიანების ნიშნებს, ჰალუცინაცია იქნება, ის დეპრესია იქნება, თუ აგზნება, თუ აგრესია და ასე შემდეგ და რა შემთხვევაში ხდებიან ისინი ფსიქიატრთან. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღის ინიცირებისთვის, იმიტომ რომ ზოგადად დემენცია ესაა მრავალგანზომილებიანი გამოწვევა. ეს მრავალგანზომილებიანი გამოწვევა არ ეხება მხოლოდ იმას, რომ მაგალითად ნევროლოგს და ფსიქიატრს უწევს ამ თემაზე საუბარი. ეს არის ისეთი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება საჭიროდ გახადოს სხვა პროფესიის ექიმების თანამონაწილეობა, თუნდაც დიაგნოსტიკით და თუნდაც იმ ფსიქიკური ქცევების, ფსიქიკური გამოვლინებების კონტექსტში და შეფასებაში, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით. დიახ, ზოგადად მიღებულია, რომ ჩვენი პაციენტები, რომლებიც დემენციით ცხოვრობენ, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გამოირჩევიან თანატოლებისაგან, სწორედ აი ამ ნიშნებით, როგორიცაა სიჯიუტე, გამღიზიანებლობა, ხშირია ეჭვიანობა, აგრესია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი მართალია განიხილება როგორც ფსიქიკური და ქცევითი გამოვლინება დემენციის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს შეფასების მომენტში, რომ ხშირად ესეთი ქცევა, ესეთი ტიპის ქცევა, თუ დღეს პიროვნებაზე ორიენტირებული მიდგომით განვიხილავთ, არის არც მეტი და არც ნაკლები რეაქტიული. ანუ რაღაც რეაქცია შიშზე, ტკივილზე, უყურადღებობაზე, უსუსურობაზე და საინტერესო არის ის, რომ ესეთი სიჯიუტე არ არის ამ ადამიანის არჩევანი. ეს არ არის ამ ადამიანის მდგომარეობა, რომ თითქოს ამწარებს გარშემომყოფებს. მე გამიგია ამის შესახებ, მაგალითად იგივე იმ გარემოში, რომელშიც მიწევს ტრიალი და მინდა ვთქვა, რომ ეს რეალურად ასახავს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მიმდინარე მადემენტირებელ პროცესებს, რომლის დროსაც ხდება აღქმას, აზროვნებას და ზოგადად ელემენტარულად მოვლენებს შორის კავშირის არასწორი ვარიანტის ჩამოყალიბება. მაგალითად, როცა ოჯახის წევრი ბატონმა დავითმა მოეყვანა არაჩვეულებრივი მაგალითი, შეინახავს რაღაც ნივთს, ფული იქნება ეს თუ უბრალო სამარილე და მას ვერ იპოვნის, ის არც ერთი წამით არ უშვებს, როცა დემენციით ცხოვრობს, რომ ის შეეძლო მას არასათანადო ადგილას დაედო და შეიძლება დააბრალოს მეზობელს, რომელიც შემოვიდა, რომ მან მოჰპარა ეს ნივთი. რა თქმა უნდა, ასეთი შეცდომების დროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი არის, მოვლენა არის ის, რომ ეს ადამიანი ემოციურად მძიმედ რეაგირებს. აი იმ განსაცდელზე, რომელიც მისმა ფსიქიკამ დახატა. ამავე დროს შესაძლებელია აი ესეთი აგრესიული ქცევა გაუჩნდეს ასაკოვან დემენციით მცხოვრებ ადამიანს იმ შემთხვევაში, როდესაც ვეღარ შეიცნობს ოჯახის წევრს და როდესაც მისი მხრიდან მოდის შეთავაზება დაგბან, მიირთვი ეს წამალი, დალიე ეს სასმელი, ეს აღქმა შეიძლება წამოვიდეს სწორედ იმ პრიმიტიული გამოცდილებებიდან, რომელიც ჩვენს ადამიანობაში, ჩვენს გენეტიკაში ევოლუციურად დევს და ეს არა თავდაცვის ინსტინქტი. ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველა ქცევა არ იყოს შეფასებული როგორც აი რაღაც აგრესია, იმიტომ რომ აი მე უნდა რომ გამამწაროს, არამედ რეალურად უნდა იყოს აღქმული, რომ ესაა რეაქცია და კარგად უნდა შევხედოთ ამ რეაქციის უკან ხომ არ დგას ტკივილი, ხომ არ დგას შიში, ხომ არ დგას ესე იგი, ნახეთ, მსმენის პრობლემა აქვს ადამიანს და ამ დროს ხმა მაღლა რომ ველაპარაკებით, იმ მომენტში შეიძლება იმ ზღურბლზე მაღლაც მოგვივიდეს, ვიდრე ის აღიქვავს ჩვენს მიმართვას როგორც ნორმალურ ხმაურს. ამიტომ მისი კრთომის რეფლექსი, მისი შფოთვა
ძალიან თვალნათლად გამოიხატება სწორედ აი ესეთ ქცევაში, რომელზეც უკვე ქონდა საუბარი. თუმცა ოჯახის წევრებისთვის ძალიან რთული ხდება რა გუშინ სულ სხვა ადამიანთა ქონდა საქმე და რაღაცა გარკვეული პერიოდით როცა სწრაფად მიმდინარეობს პროცესი, უცებ ეს შენთვის ძალიან ახლობელი, ძალიან ძვირფას, შეიძლება ძალიან დაფასებული ადამიანიც ფაქტობრივად შეიცვალა და უკან მიდის, ხო ეს ყველაფერი და შეიცვალა არა მარტო იმ თვალსაზრისით, რომ რაღაცა რეგრესირებს, არამედ საპირისპირო ხასიათიც კი შეიძინა, აგრესიული გახდა და ასე შემდეგ. აი როგორ უნდა იყოს ოჯახის პირველადი რეაქცია, ვის უნდა მიმართონ დახმარებისთვის და რა შესაბამისი სამსახურები არსებობს მსოფლიოში ან ჩვენთან? ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვაა სწორედ იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ პრობლემებს უმკავდება, ამ პირველად ხვდება. პირველი და უმთავრესი არის ის, რომ ჩვენი ტიპის ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი, სადაც ეს სკრინინგი უნდა მოხდეს და პირველადი გამიჯვნა და გამოვლინება უნდა მოხდეს და რისკის ჯგუფებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ეს სკრინინგული ინსტრუმენტების გამოყენება პირველადი ჯანდაცვის დონეზე და თვითონ ოჯახის წევრებს, რა თქმა უნდა, შეიძლება წინ ძალიან დიდი გზა ჰქონდეთ დემენციას თანამცხოვრები პირის მოვლის კონტექსტში, მაგრამ ეს არ არის ერთი რომელიმე პროფესიის ქვემდებარე. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში დღეს საუბარია, რომ მულტიცენტრული მიდგომა, მულტისექტორული მიდგომა მიდის, ანუ აქ არ არის საუბარი მხოლოდ სამედიცინო კონტექსტზე, აქ საუბარია სოციალურ, ეკონომიკურ და ეთიკურ კონტექსტზედაც, რაც ერთ-ერთი ყველაზე რაც ერთ-ერთი უფრო მნიშვნელოვანია. იცით, ოჯახებს ამ თემაზე ძალიან მიხარია, რომ თქვენ გაქვთ შემდეგი ბლოკი, სადაც ამ თემაზეც გექნებათ საუბარი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აი მე მქონია შემთხვევა, როდესაც ოჯახის წევრი ატირებული რეკავდა და ამბობდა, რომ პასპორტი ვაჩვენე, რომ მისი შვილი ვარ, დაბადების მოწმობა ვაჩვენე, მისი შვილი ვარ და ის მაინც გამღიზიანებლობით, აგრესიულობით მეუბნება, რომ მისი შვილი არა ვარ და ასე შემდეგ. ნუ ძალიან მარტივი რჩევა, სანამ სპეციალისტი ამაში დაგვეხმარება არის ის, რომ არასოდეს არ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა ამ გამონათქვამს, მაგრამ არ უნდა გავამტკიცოთ ეს აზრი. აი აქაა ძალიან მნიშვნელოვანი. აი მაგალითად, თუ ფული შეინახა და დაკარგა და ვერ პოულობთ და გვაბრალებს რომ მოვიპარეთ, ჩვენ უნდა უთხრათ, რომ ვაიმე მესმის როგორ დღეში ვართ, ესე იგი ფული სადღაც დაიკარგა, მოდი ერთად მოვძებნოთ. დასაშვებია რომ რაღაც თანხა ვიპოვოთ ბჭყალებში და უთხრათ, რომ აი ნახე, აქ ყოფილა ალბათ სხვა ნაწილიც სადმე აქ იქნება. არ შეიძლება ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია გააზრება და მით უმეტეს სწრაფი გააზრება მიმდინარე პროცესების, საუბრის ტემპიც, უფრო აი ტემპიც უნდა იყოს ნაზი, წყნარი. გარკვეული ტექნიკები არსებობს და სპეციალიზირებულმა. ეს ხო, ამიტომ ვიკითხე, იმიტომ რომ თუ ასეთი რამ ხდება, გამოდის, რომ საკმაოდ სერიოზული სოციალური მხარდაჭერის სამსახური უნდა არსებობდეს და ასევე საგანმანათლებლო თვითონ მომვლელებისაც, ოჯახის წევრებისათვის, რომ ეს ტექნიკები დაასწავლონ და შემდეგ უკვე გაუადვილონ, იმიტომ რომ ისინი წოდდებიან ამ მდგომარეობაში, რომ გაგრძელდეს მათი ცხოვრება და სწორედ აქ მინდა რომ ისევ დაუბრუნდე ბატონ დავითს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა საინტერესოა აი ეს გამოვლენის თემა და უშუალოდ როგორ გავარჩიოთ ეს დემენცია, დეპრესია, დელირიუმია და ასე შემდეგ ეს საკითხები კიდევ ცალკე თემაა და ამაზეც მინდა რომ ორი სიტყვით ვთქვათ, მაგრამ აი რისკები ახსენა ქალბატონმა ნინომ აქცენა სკრინინგი გამოვლენის და ასე შემდეგ ძალიან საინტერესოა რა გამოსწორებთ რომ ამას მივყვებართ სწორედ იმ ეპიდემიოლოგიური მონაცემების შეგროვებასთან და ასევე მინდა გკითხოთ უკვე როგორ შევამციროთ რისკები ზოგადად თვითონ დემენციის განვითარების ამაზე თუ არის რაიმე კვლევები ნაშრომები წინ გადადგმული ნაბიჯები პრევენციული და მკურნალობის ძირითადი ხაზი რას ეყრდნობა ქალბატონ ნინოს მიერ ბრწყინვალეს დასახული და ეგ მოყვანილი მაგალითები, რომელიც არის ეს დრამატიზმი მთელი ეს ფეერვერკი, როდესაც ეს კლინიკური სურათი და არის სრულად კარგად ბუკეტივი წარმოდგენილი უკვე ეს არის ის ეტაპი, რომელიც ჩვენ
უნდა ვეცადოთ ჯანდაცვის სისტემა ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მიდგომებით რაც არის მაქსიმალურად გვიან მივიღოთ. შესაბამისად, ძირითადი აქცენტები და ვფიქრობ ჩვენ ქვეყანის მასშტაბით და ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან ზუსტად უფრო უნდა იყოს ადრეულ ეტაპების სწორ გამოვლენას და იქ რესურსების დიდ ჩადებას, რომ მაქსიმალურად გახანგრძლივდეს დრო, სანამ ადამიანი არ არის მთლიანად დანგრეული პიროვნულად, იქამდე სანამ დაავადება მაინც პროგრესირებს. ახლა საუბარი იქამდე მივდივართ, რომ განკურნების დღეს საშუალება არ არის. მაშასადამე ჩვენ ან უნდა ვუცკიროთ, ან უნდა შევუშალოთ და ეს შეშლის ეტაპის ჩარევა ყველაზე უპრიანია ნაადრევად, მაშინ როგორც კი ეს აზრი გაჩნდება ოჯახში. შესაბამისად, აი ამ სტიგმაზე ქალბატონ ნინომაც ახსენა, უნდა ჩვენ ამ სტიგმას უნდა ვებრძოლოთ, რომ ადამიანს და ოჯახს და საზოგადოებას არ ეშინოდეს მიმართოს ექიმს და იკითხოს, ხომ არ დაიწყო რამე პროცესი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ აქ თელი სასკრინინგო და მე ვფიქრობ, აქ ისიც მნიშვნელოვანია, რომ სტერეოტიპი რო არსებობს, რომ კურნალობა არ არის და ამიტომ მაშინ რა აზრი აქვს მიმართოთ, აქ უნდა იცოდნენ, რომ კურნალობის დროულად ამოცნობა და არა, რა თქმა უნდა, გულისხმობ განკურნებადი დაავადებები. კუთხით აქ არის მთავარი რომ იცოდნენ, რომ აი რაც თქვენ ბრძანეთ, ადრეულ გამოცნობა სიმპტომების შემცირებისთვის და პროცესის შენელებისთვის და ასე შემდეგ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აი აქ მინდა რომ ცოტა ჩაუშალოთ ჩვენს მსმენელს კურნალობის მნიშვნელობაზე. აქ ახლა ორი მიდგომა არის. პირველი არის ის, რომ ცხოვრების მანძილზე სასურველია, არის უკვე ამაზე აზრები, იმიტომ რომ როდესაც ადარებენ რატო ერთს არა და მეორეს დაემართა რამ შეუწყო ხელი რაღაც პოპულაციის ჯგუფში ამას, გამოიკვეთა აზრი, რომ არ არის ურიგო, შეიქმნას მარაგი. რასაც დასავლურ პრესაში რეზერვი ქვია. ეს არის კოგნიტური, ანუ შემეცნებითი აზროვნებითი რეზერვი. გასაგებია, რომ აზროვნებითი რეზერვი შეიქმნება მაშინ, როცა ადამიანი არ ერიდება ინტელექტუალურ და სოციალურ დატვირთვას. ნუ ეს პირველი სავარაუდოდ იქნება, მოდით ასე ვთქვათ, არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ გზავნილი საზოგადოებისკენ და ჩვენი აუდიტორიისკენ მესეჯი, რომ ნუ ერიდებით, მაქსიმალურად ჩაერთეთ ამისთან და შესაბამისად მოაგროვეთ ეს მარაგი იმისთვის, რომ ეს პროცესი გვიან დაიწყოს, რადგან აღმოჩნდა, რომ მარაგი გეხმარება თავი შეინარჩუნო. მეორე ასპექტი არის უკვე დაწყებულ ეტაპზე მაქსიმალურად რამდენიმე რჩევა მიიღო. ნუ ესეთი ძირითადი რჩევები არის მიაქციო ყურადღება გვაქვს თუ არა რისკ ფაქტორები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ცერებროვასკულური დაავადებები და დიაბეტი. ეს თავისთავად ცხადია, ოჯახური ისტორია დემენციის. რაც სახელმწიფომაც ალბათ უნდა გაითვალისწინოთ, როცა რაღაც გარკვეულ რეგისტრებზე და ეპიდემიოლოგიებზე იმუშავებს. იმიტომ რომ პრევენციული მედიცინა ჩვენი სუსტი. მეგონია ქალბატონო დამეთანხმება, არის რამე სხვა არა დემენცია, საკითხი სადაც დიაბეტი და სისხლის დაავადება რისკ ფაქტორი არის. მეგონია დაწყებული, დამტვერვებული არის. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია მეორე არის კვება. მეორე არის კოგნიტური დატვირთვა და არის ფიზიკური დატვირთვა. ფიზიკურ დატვირთვას ყველა შევძლებთ და შესაბამისად საუბარი არის იმაზე, რომ მოდით ასე ვთქვათ, ცოტა უხერხულად შეიძლება ჟღერს, მაგრამ გზა ქვევით ჩვენი აზროვნებისთვის არ იწყება 65 წლის მერე. სამწუხაროდ იწყება გაცილებით ადრე. სადღაცა დღეს უკვე ესეთი მრუდეები შეიქმნა ჩვენი კვლევარების მიერ ეს 30 წლის მერე. შესაბამისად ეს ფიზიკური დატვირთვა, როგორც ჩვეულებრივი ვარჯიში, რომელიც შეიძლება დილას მოქალაქემ შეასრულოს 20 წუთი ნახევარი საათი, რატომაც არ გავილამაზოთ ცხოვრება. ეს პირველი. მეორე არის უკვე აი მიმდინარე ჯანმრთელობის საკითხების ყურადღებით მიქცევა. ეს არის წნევა, ხოლესტერინის, ანუ ეგრეთ წოდებული რისკ ფაქტორების მართვა. ყველა რისკ ფაქტორი აბსოლუტურად ყველა. მე მინდა ქალბატონ ნინო, აი იგივე კითხვა ფაქტობრივად კურნალობასთან მიმართებაში თქვენც დაგისვათ და აი ეს ფაქიზი განსხვავებები, რომელიც სხვა დაავადებებისგან, ფსიქიკურ დაავადებებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, განასხვავებს დემენციას. ფსიქიატრის როლი ამ პრობლემის მკურნალობაში არ შემოიფარგლება ანტიფსიქოზური
გრძევის მოსაწესრიგებელი პრეპარატების დანიშვნით. პირველი და უმთავრესი მე მინდა მოსახლეობა მიცოდეს, რომ ფსიქიატრს უნდა მიმართონ, როცა 60+ ასაკიდან მოულოდნელად იწყება უიმედობა, სიცოცხლის ხალისის ჩაქრობა, შეიძლება ითქვას, საკვებზე და სითხეზე უარი, დაუშვათ ჩდება ჰალუცინაციები, ჩდება მეხსიერების ჩავარდნები, როგორც უკვე ძალიან მნიშვნელოვანი არის თუ პირველ რიგში მაინც კონსულტირებული იქნება ნევროლოგის მიმართ, იმიტომ რომ დემენციის შემთხვევაში თუნდაც ჩაღრმავებული ესე იგი ნეიროვიზუალური კვლევებისა და ამის დანიშვნის უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს ნევროლოგს ვიდრე ფსიქიატრს. მეორე მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის გავარკვიო აი ამ მონაცემების საფუძველზე ეს სიმპტომი რო გაჩნდა თუნდაც დემენციურ პაციენტში არის ეს მიზეზი თუ ეს არის უბრალოდ რეაქტიული მდგომარეობა იმიტომ რომ ნახეთ ბატონი დავითიც დამეთანხმება რომ ჯერ კიდევ 2012-13 წლებში უკვე მნიშვნელოვანი წინსვლა იყო სწორედ ალცჰაიმერის დიაგნოსტიკაში როცა ამბობდნენ რომ დიაგნოსტირებამდე დაახლოებით 1 წლით ადრე 5 წლით ადრე შეიძლება უკვე გაჩნდეს დეპრესიის სიმპტომები და ამიტომ ყურადღებით უნდა მივხედოთ ამას იმიტომ კი არა რომ დეპრესია იწვევს ალცჰაიმერს უბრალოდ ერთი და იგივე გზებს გადის ნეიროტროპულ ჰორმონზე გადის ნეიროტროპულ როგორ ქვია მაგას ფაქტორზე უკაცრავად ნეიროტროპულ ფაქტორზე გადის მექანიზმები ძალიან გავს ერთმანეთს და ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი რომ პირველი ეს დიფერენცირება მოხდეს რა რისკების წინაშე ვდგევართ სწორედ ნევროლოგთან თუმცა ჩვენი ჩართვა იწყება რეაქტიული ქცევების დროს და კიდევ ერთხელ ანტიფსიქოზური პრეპარატი არ შეიძლება დავნიშნოთ ნებისმიერი მოუსვენრობის დროს. ადამიანს აქვს უფლება რომ იყოს მოუსვენრად, გამოხატავდეს ფოტოს და მექანიკურად არ ჩავახშოთ მისი რეაქციები. მეტად თუ ეს რეფლექსია რაღაცაზე. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რა, რომ ადამიანს ხანდაზმულს თუ რამდენიმე საათში მოულოდნელად განუვითარდა ასეთი ტიპის წვავე სიმპტომატიკა არ უნდა დაელოდოს რიგს ექიმთან, ფსიქიატრთან პირდაპირ უნდა მიმართონ ესე იგი მორიგე ექიმს, სასწრაფო გადაუდებელ სერვისს, იმიტომ რომ შეიძლება ეს იყოს დელირიუმი და შეიძლება ერთმა საათმა გადაუდებელმა სამედიცინო შეფასების დაყოვნებამ გამოიწვიოს ნაადრევი სიკვდილი. აი ეს ვიგულისხმობ ზუსტად რომ გარჩევა მოხდეს, რომ ეს არ იყოს გამოწვეული მაინც დემენციი და შეიძლება იყოს სხვა მდგომარეობები. კატასტროფა რომელიმე სისტემაში, რომელიც და ხშირია ეს გასხლტომა ალბათ აი ამ შემჩნევის და დიაგნოზის და ვიდრე ჩვენ პირველ ბლოკს დავხურავ, ძალიან მინდა ერთი რამ ვახსენო, ეს არის ფაქტობრივად პრობლემები, რომლებიც ჩვენ ჩამოთვალეთ ლოგიკურად ბადებს კითხვას, როგორ მოვიქცეთ, როგორი უნდა იყოს სახელმწიფო სტრატეგია, ეროვნული პროგრამა გარკვეულწილად ამ ყველაფერთან ბრძოლის აიგივე სკრინინგის პრობლემა უკვე ვთქვით, გარკვეულწილად შეიძლება ვახსენოთ ეპიდემიოლოგიური მონაცემების და აი ამ რეგისტრების აუცილებლობაც და სხვა და ბევრი კომპონენტი, რომელიც დროულ და გამოვლენას და მკურნალობას უკავშირდება, რასაც ეროვნული პროგრამა უნდა აწესრიგებდეს წესით. ავლი ბზურაბაშვილის სახელობის საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოებამ, რომლის პრეზიდენტიც თქვენ ბრძანდებით და შესაბამისად, ამიტომ მინდა რომ თქვენ კითხოთ ეს ნევროლოგებთან თანამშრომლობით მოიპოვეთ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს გრანტი სწორედ დემენციის ეროვნული პროგრამის ხელშეწყობისათვის. კიდევ ერთი ნაბიჯი ღირსეული სიბერისკენ, ხო? აი ამის კონცეპტუალური ჩარჩა. ორი სიტყვით ჯერთი გილოცავთ, იმიტომ რომ როცა გრანტის მოპოვება ხდება, ესე იგი პრობლემა კარგად იყო დასმული, მიწოდებული და დაწერილი, მაგრამ რა არის მაინც ძირითადი თქვენი მიზნები? იქნება ორი სიტყვით. ძალიან დიდი მადლობა. ამ იდეაში, ასე ვთქვათ, სტალკერი, მსვლელი ბატონი დავითი, ეს არის მისი იდეა, ჩვენ მაქსიმალურად გვერდში დაუდექით, მათ შორის პალიატიური ზრუნვის სამსახურის ფუძემდებელი მორფოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ბატონი დიმიტრი კორძაია. ანუ ეს არის რაღაც ერთობრივი შვილია, აი
ამ 3 მიმართულების და ძირითადად მაინც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამსახურება, აქ რომ არ გამოვარჩიოთ, არაფრით არ შეიძლება. პირველი და უმთავრესი ჩვენ არ ვაპირებთ, რომ აი რაღაც დიდი სიტყვები ვთქვათ, რომ ჩვენ აი შევქმნით და ასე შემდეგ. ჩვენი ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოთ ქვეყანაში დემენციის ეროვნული პროგრამის ჩამოყალიბებას, რაც არ უნდა იყოს კალკი რომელიმე ერთი ქვეყანაში არსებული უკვე არსებული იდენტური პროგრამის. უფრო მეცაც გეტყვით, მე ბატონ დავითს, ბატონ დიმიტრის კამათიც გვაქვს ხოლმე, რომელი ქვეყნის მოდელიდან რა შეიძლება იყოს. მაგალითად, მე თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის კანადის მოდელი არის კარგი ენის, დესტიგმატიზაციის, პიროვნებაზე ორიენტირებული მიდგომის, მეორე მხრივ შეიძლება აქ შემოტანილი იყოს ის ელემენტები, რომელიც აქვს ახალ ზელანდიას, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია, აი კულტურა, ოჯახი, მაგრამ იქ არის არასამთავრობო ორგანიზაციების ძალიან დიდი მხარდაჭერა ამავე დროს. ძალიან საინტერესოა სისტემის მოდელიც სხვა. ამერიკის შეერთებული შტატების აი ის არჩევითი მომენტი, როგორცაა მაგალითად კარგი მონიტორინგი და კარგი მონაცემები. მაინც ფიქრობთ, რომ აი ჩვენი მოსაზრება, რომელიც სულ რაღაც თვე-თვენახევარში გადაეცემა იმ ორგანიზაციას, რომელმაც მოგცა საშუალება ამ თემაზე გვესაუბრა, აწი უკვე ეს ჯანდაცვის მესვეურებისა და არა მარტო ჯანდაცვის მესვეურების, ეს ამთლიანად სახელმწიფო საქმე, იმიტომ რომ თუ ჩვენ არ ვიფიქრეთ, ესე იგი ხანდაზმული ადამიანისთვის მორგებული სერვისების განვითარებაზე, თუ არ ვიფიქრეთ ისეთი სერვისების ამუშავებაზე, რომელიც ღირსების შემანაჩუნებელია ადამიანისთვის, რა თქმა უნდა ძალიან რთული იქნება მიზანიც ისა რა შეიძლება ფინანსებია შიგნით ჩასადები, რომელიც სამწუხაროდ კერძო ინიციატივებში ეს არ ხდება, ეს აუცილებლად სახელმწიფოს ინტერესებში შედის, რომ ამხელა ხარჯია ხო ჯანდაცვაზე და ძირითადად ქრონიკულ დაავადებებზე და ასაკიან ადამიანებზე მოდის, ისედაც სომატური დაავადებების დროს და რაც უფრო დიდხანს შეუნარჩუნებთ დამოუკიდებელი ცხოვრების უნარს. და რაც უფრო დიდხანს შეუნარჩუნებთ ზუსტად კოგნიტურ უნარებს, მეხსიერებას და ასე შემდეგ, მით ნაკლები ხარჯიც ექნება, რა თქმა უნდა, ამა თუ იმ დაავადების დიაგნოსტიკაზე, მკურნალობაზე, მართვაზე სახელმწიფოს და ფიქრობ, რომ აი სწორედ აი ამ დავითიც დაამატებს. კი, აუცილებლად, უბრალოდ მე მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ამ დამოუკიდებელი ცხოვრების შენარჩუნების თუ ყოველდღიური პრობლემების შესახებ შეგვიძლია უკვე ვისაუბროთ მეორე ბლოკში, მაგრამ პირველი ბლოკი მინდა რომ დავხუროთ ერთგვარი შეჯამებით იმისი, თუ გრანტის ფარგლებში განხორციელებული სწორედ თქვენი საქმეების შემდეგ, რომელ ძირითად სავარაუდო პრაქტიკულ შედეგებს ველოდებით, როგორც თავშეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით, ასევე იმპლემენტაციის კუთხით, იმიტომ რომ სახელმწიფოს ყოველთვის უჭირს იმპლემენტაციის მეცნიერებებში. მრავალგანზომილებიანი უნდა იყოს დამეთანხმება ქალბატონი ნინო, აუცილებლად ეს. ესე იგი რაღაცა ერთი ასპექტით მარტო არა. მე გულისხმობ ეპიდემიოლოგია, სკრინინგი, დროული მისვლა, მხარდაჭერა მედიკამენტის და ვითომ აი ეს ყველაფერი შესრულდა. არა, სამწუხაროდ აქ გაცილებით უფრო ფართო სპექტრია, როგორც ჩვენ გავხედეთ, გამოხედეთ და კლინიკური პრაქტიკა გვაძლევს. ეს არის დაწყებული კანონი დაცვის მექანიზმით, რა უფლებები აქვს ამ ადამიანს, როგორ დავიცვათ იგი, როგორ საზოგადოებაში დავაბრუნოთ და ეს თქვენ წარმოიდგინეთ სულ სხვა ასპექტია, ხომ? იურიდიული ასპექტები არის მოვლის და ასევე მზრუნველების მხარდაჭერა, მათი კანონით დაცვა, რადგან მოდით ასე ვთქვათ, ეკონომიური ტვირთი არ გადადის სამწუხაროდ სახელმწიფოზე, შეერთებულ შტატებშიც კი ნახევარზე მეტი. გადადის ოჯახის წევრები. და ოჯახის წევრები ეს არის ეროვნული დოლარი. და ეროვნული დოლარს რო ვკარგავთ, სწორედ ამიტომ სად მივდივართ? იყო კითხვა იმაზე, რომ დაწყებული კანონმდებლობიდან რა თქმა უნდა დამთავრებული სულთა რას გულისხმობ, ძალიან მარტივად. ეს არის ის, რომ თქვათ, ოჯახის წევრი სამსახურს კარგავს, ან გადადის სხვა უფრო დაბალ ანაზღაურებელზე და ეს ელემენტარულად ოჯახის შემოსავალს კიდე ამცირებს, გარდა იმისა, რომ
პაციენტი თავისთავად პროფესია დაკარგული და ასე შემდეგ. ეს გლობალურია, ესე ჩვენი იქნება მარტო რეკომენდაცია, რომ ეს პატარა პუნქტები ყველანაირი არ დაგვავიწყდეს. დამთავრებული კლინიკური პატარა, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი, რომელთა გარეშეც ფაქტობრივად სამართლებრივი საფუძველი გამოცვლილი ექნება, თუნდაც ჩვენ ძალიან დიდ ცდელობებს. და მე ვფიქრობ, აი პარტნიორობები ახსენა ქალბატონმა ნინომ, არასამთავრობო ორგანიზაცია, ოჯახი, ბიზნესი, სახელმწიფო, კლინიკები, უნივერსიტეტები. ესენი თუ ყველა ერთად არ იქნება და ესეთი მრავალკუთხა მართლა პარტნიორობები არ შედგება. ამიტომ არის ეს სქემები, რომელიც არსებობს ამ მიმართულებით რეალურად ლაპარაკობს დემენციისადმი მეგობრული, dementia friendly საზოგადოებები, უნივერსიტეტები, კლინიკები, თემები კი ბატონო. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯ. მე მაინც მგონია რომ აქეთკენ წავალთ, ვინაიდან ჩვენ უძველესი ერი ვართ და დაბერებაც ისევე როგორც სხვა ერებში ხდება, ჩვენთანაც ხდება, მაგრამ ეს ასაკობრივ დაბერებასთან ერთად უნდა შევინარჩუნოთ აი ეს რაციონალური მზრუნველობა, რაც მე ეხანმაც ვახსენე, რომ შეინარჩუნა ახალმა ზელანდიამ. რატომ? იმიტომ რომ ოჯახზე ორიენტირებული პროგრამებით წავიდნენ და ჩვენ გვაქვს ნამდვილად ასაკობრივთა მოვლის ტრადიცია, ნამდვილად და სწორი მოვლის ტრადიცია. ყოველ შემთხვევაში გქონდა ეს ტრადიცია მე-19 საუკუნის შუა წლებამდე ნამდვილად. მე თანდათან ბევრი რამ შეიცვალა სამწუხაროდ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის რაც გვაქვს გენეტიკაში, მაინც თავის თავს გამოავლენს სწორი გარემოებების შექმნის პირობებში. ასე რომ ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ პირველ ბლოკში მონაწილეობისათვის და თქვენის ნებართვით მეორე ბლოკში უკვე ვისაუბრებთ აი ყოველდღიურ გამოწვევებზე, იმ პრაქტიკულ გამოსავლებზე, რომელიც შეიძლება ახლდეს თან ამ დაავადებას. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. გადაცემა მომზადებულია სახელმწიფო გრანტის სააგენტოს საგრანტო პროექტის კიდევ ერთი ნაბიჯი ღირსეული სიბერისკენ დემენციის ეროვნული პროგრამის შექმნის ხელშეწყობისთვის ფარგლებში. გამოვიყვანოთ დემენცია ჩრდილიდან.